წელს 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 69 წლის დავი აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. თავდაპირველად ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეებთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი გვირგვინი ჭიამკო და ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღევანდელი დღე საერთოდ ასოცირდება ესე რომ ვთქვათ სიგეთის პოროტებასთან გამარჯვებას და ეს არის დიდი მონაპოვარი მართლაც იმ ადამიანების და ჩვენ ვალდებული ვართ ყველა თაობა და რა თქმა უნდა მომავალი თაობას განსაკუთრებით რომელმა ხალხმა ყველაფერი ეს შექმნეს და გააკეთეს და დღევანდელობა ჩვენამდე მოიტანეს პატივისცემთ მათ და რაც შეიძლება სახელმწიფოს უპირობლებებს გვერდში დაუდგეთ და მოეფეროთ ასეთ ადამიანებს. მინდა მეულოცოთ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით იმ გმირებს რომლებმაც მართლაც დიდი ბრძოლის შრომის სისხლის ფასად მოიტანეს დღევანდელი დღე და ჩვენს ქვეყანას მოუტანეს. ჩვენს რაიონში დღესდღეობით 27 ომის მონაწილეა დარჩენილი. ჭიათურაში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 27 ვეტერანი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანი მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მემორიალზეც იმყოფებოდა. მათ ომის პერიოდი და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული გაიხსენეს. დღევანდელი დღე ჩემთვის არის დიდი ზეიმი. 69 წლის წინ ამ დროს მე ვიყავი ავსტრიაში ვენის დასავლეთით დაახლოებით 60 კილომეტრის მატჩით. იქ ვიზეიმეთ გამარჯვების დღე. ბრძოლებში დავყოფი რამოდენიმე თვის განმავლობაში პირველად ავიშვით რომ მტერე დავამარცხეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენ ყველანაირად გამგეობასთან ერთად დაუდებით გვერდში ყველანაირად შევუწუხოთ რა ჩვენ ბუჯეტში იქნება დაგისრებული. მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით ლომიძე 90 წლისაა. ამბობს, რომ 9 მაისისთვის ის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება. ამ დღისთვის სპეციალურად მან ლექსიც დაწერა. გამარჯვების დღეს გილოცავთ მოხუცს, დიდსა და პატარას. გისურვებთ მოთმინებას და დაბრკოლებების ატანას. აღარ გსმენოდეს ამ ქვეყნად თოფ ზარბაზნების კუხილი კარგი ცხოვრებით შევსვლოდეთ გაჭირვება და წუხილი. იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ომში დაიჭრა და ჰოსპიტალში ქართულმა სიმღერამ გამოაფხიზლა. 31 დეკემბერს დავიჭერი მესამეთ. გადმომაფრინეს ივანოვოში და დამასწრეს მე-6 სართულზე ჰოსპიტალში. გამიკეთეს ოპერაცია 45 წლის ახალ წელს. აქედან მახსენდება ერთი რამე, როცა გამთავისუფლდი ნარკოზისაგან, ვიღაც კომპოზიტორი ბადრიძე გამოვიდა და იმღერა თავო ჩემო და სულ წამეშალა ეს ისა. გემეხარდა ეს ქართული სიმღერა. დავით ლომიძის მსგავსად დღეს ჭიათურის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში სხვა ვეტერანებიც შეიკრიბნენ. ვოკალურმა ანსამბლმა აისმა მათთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. ფოლკლორულ ნომრებს შორის მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა საკუთარი ისტორიები გაიხსენეს. ორჯონიდეში ვიყავი, ორჯონიდან წელყვანეს ფრონტზე. კიდევ მე გერმანელები ვარდნენ აქ და მას აღქვია სოხუმთან მივიდნენ 8 კილომეტრი თაზი. შავხზე შეშეგოში წამოგვიყვანეს შემოყვანეს ფოთში. ფოთიდან პარახოთით ტოფსეში 14 კაცი მივედით და სიმაღლე იყო ერთი, სადაც გერმანელები და რუმინელები იყო გამაგრებული. ტყე იყო. თოვლი იყო ახლა. დღის 3 საათია მივედი ავტომატი მომსეს ერთი.
9 მაისისადმი მიძღვნილ საღამოს ორგანიზება ჭიათურის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ გაუკეთა. ჩვენი ცენტრი დაუკავშირდა ომის ვეტერანთა საბჭოს ხელმძღვანელს დავაზუსტეთ რამდენი გვყავდა ომის ვეტერანი ველოდებოდით დაახლოებით 20 მაინც მაგრამ გამოცხადდა მცირე რაოდენობით 6 არიან სულ ისეთი საყვარლები არიან ძალიან დიდი სიტყვით და სიხარულით საუბრობენ თავიანთ განვლილ დღეებზე და მე უსურვებ ჩვენ სამშობლოს და საერთოდ მსოფლიოს აი მშვიდობის ფასი არაფერია ამ ქვეყნად მოდით მშვიდობა იყოს ყველგან და ყოველთვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69 წლისთავი მიულოცა. მსოფლიო ომის მონაწილეებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი საჩუქრები მიიღეს. რა თქმა უნდა შეიძლება ის პატივისცემა და დამსახურება რაც მათ ეკუთვნის შესაბამისად ვერ გაუკეთეთ რაც ის მსახურებენ მაგრამ მინდა თქვა რომ სხვა წლებთან შედარებით დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინა მათ მიმართ და ჩვენ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუკეთეთ მათ საჩუქარი და მთლიანობაში 450 ლარი გადაეცათ თითოეულ მათგანს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მსოფლიო ომის მონაწილეები სადღესასწაულო სუფრაზე მიიწვიეს. მთავრობა მზად არის ქარწმანის მოსახლეობას დაეხმაროს, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი თანამშრომლობაზე არ მოდის. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ქარწმანის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ქარწმანი მოგეხსენებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ასიოლი არ არის დახმარება. საჭირო არის სწორედ ოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობა მიმართულებით. ანუ ჩვენ გადახმარება ცოტა იყოს უცნაური, იმიტომ რომ მათ უნდა მოახერხონ თავიანთ ოკუპაციო რეჟიმზე ზემოქმედება და მისენი თანახმანი იყვნენ. ჩვენ დავეხმაროთ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ნამდვილად, გვაქვს ყველა საშუალება ამის, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ ოკუპაციო რეჟიმი არ მოდის ამ თანამშრომლობაზე. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა მოწინააღმდეგეს საფუძველი არ მიეცეს. ეს გატაცებები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ზოგადად გატაცებების საშუალო სტატისტიკა რა თქმა უნდა არ არის სახარბიელო, მაგრამ იმაზე მეტიც არ არის, რაც ხდებოდა ბოლო წლებში. გატაცებულ დასამართად მუშაობს შინაგან გასაკვეთთა სამინისტრო და როგორც წესი საკმაოდ ეფექტურად, იმიტომ რომ გატაცებების უმრავლესობა საკმაოდ სწრაფად ხდება მათი განთავისუფლება. არის ხოლმე შაბათ-კვირა და ამ დროს საოკუპაციო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ სასამართლოები არ ფუნქციონირებენ, ამიტომ ელოდებიან ეგრეთ წოდებულ სასამართლოს შეიკრიბოს და მოხდეს ამ ხალხის უკანონოდ გასამართლება და შედარებით მათი განთავისუფლება. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წამოეგო ომს საქართველო. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა. ჩვენს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. ომი მოხდა და დაზარალდა საქართველო. ამიტომ ყოველთვის ეს თუ ვინ დაიწყო ომი, ეს არის სააკაშვილის კითხვა და ამით უნდა თითქოს წამოაგოს ხელისუფლება ვინ დაიწყო ომი. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, ომი მოხდა, შედგა ომი სამწუხაროდ და რამდენად პასუხს უნდა აგებდეს ხელისუფლება, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან ომი, ეს იყო ჩვენ და ეს კითხვები ყოველთვის აქტუალურია. რუსეთმა დაიწყო, ამბობს ბატონი ირაკლი ალასანია, გასაგებია და მშვენიერია რომ ასე დასკვნა არის, მაგრამ როგორ წამოეგო ომს საქართველო ამას ათაშობრივი მნიშვნელობა შეძლო. ეს არ უნდა მოხდარიყო, ჩვენ დავზარალდით ყველაზე მეტად. ამით ზაქარეიშვილი გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებაში შექმნილმა 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და რომ არავისთვის სადაოს არ წარმოადგენს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ, ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტი გავაფართოვოთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ განუცხადა. მედიკამენტები მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. სტაციონარული მკურნალობისას, როდესაც ადამიანს საავადმყოფოში დაწვენა სჭირდება, ცხადია მედიკამენტები ფინანსდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კომპონენტი უნდა გავაფართოვოთ.
ანუ არსებული პროგრამა კიდევ უნდა გავზარდოთ, აღნიშნა სერგიენკომ. მედიკამენტების არის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი. სტაციონარული, ანუ როდესაც საავადმყოფოში დაწვენა ჭირდება ადამიანს, ცხადია, რომ ეს მედიკამენტები უფინანსდება. რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, არის რამოდენიმე სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად დიაბეტის მართვის, მაგალითად ინფექციური დაავადებების მართვის, სადაც ასევე შესული არის მედიკამენტების კომპონენტი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კომპონენტები უნდა გავაფართოვოთ პრიორიტეტების მიხედვით, ანუ არსებული პროგრამა კიდევ უფრო გავზარდოთ. გამოკითხვის შედეგების მიხედვით ქართული ოცნება საქართველოს ყველა ქალაქში წამყვანი პოლიტიკური ძალაა და თვითმმართველობის არჩევნებში მას გამოკითხულთა დიდი მხარდაჭერა აქვს. რეიტინგის მიხედვით შემდეგ ადგილს ნაციონალური მოძრაობა იკავებს. ამბროლაურში ქართული ოცნების კანდიდატს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს მაჩვენებელი 61%-ია, ხოლო შედარებით ნაკლები პროცენტული მაჩვენებელია ზუგდიდში 24%. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში აქვს. მას გამოკითხულთა 18% ემხრობა, ხოლო 6% ამბროლაურში. ოპოზიციის დანარჩენ კანდიდატებს კი მხარდაჭერის დაბალი 1-დან 8%-მდე მაჩვენებელი აქვთ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ლუის ნავარო აცხადებს, რომ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცემს ხმას და ეს მაჩვენებელი 50%-მდეა. მისი თქმით, ამან შესაძლებელია არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაც გამოიწვიოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4000-მდე ინტერვიუერი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2% შეადგენს. ასევე არის გადაუწყვეტლების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ გადაწყვიტონ მეორე ტურის არსებობა ზუგდიდში, გორსა და რუსთავში. ქართული ოცნება ცალსახად არის წამყვანი ძალა ყველა თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნებისთვის. ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება თბილისს გარეთ უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს ვიდრე თბილისში. ნინო ბურჯანიძის კოალიციას რაც შეეხება უფრო თბილისში ვიდრე დანარჩენ დასახლებებში, ხოლო ლეიბორისტული პარტია აღმოსავლეთ საქართველოსა და სოფლის ტიპის დასახლებებში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნება ყველა დასახლების ტიპში საკმაოდ ძლიერი მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი. $31 ბატალიონის მეოთხე ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. $31 ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონების კონტროლი იყო. მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 31 ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან. გამოვიდა 31 მსუბუქოიდი ბატალიონის მეოთხე ეტაპი 150 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით. მათ გაიარეს ძალიან დიდი გზა, სანამ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, შეასრულეს ღირსეულად, წარმატებულად დასმული ამოცანა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უთხრა მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და უთხრა მადლობა მათ მშობლებს, მათ ოჯახებს. მოცემულმა ასეულმა კარგად გააკეთა თავი დაკისრებულ დავალებებს. მადლობა უფასრო ყველა მშვიდობით და ჯანმრთელად დაბრუნდით სამშობლოში. არასამთავრობო ორგანიზაციამ სამოქალაქო განვითარების სააგენტო SIDA-მ დასავლეთ საქართველოს რეგიონში დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის მედიატური მოაწყო. მედიატურის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული პრობლემების გამოვლენა, გამოკვლევა და ფართო მოსახლეობისათვის მიწოდების უზრუნველყოფა იყო. SIDA ახორციელებს პროექტს RCSN, რომელიც ხორციელდება USAID-ის აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის JIPAC-ის პროგრამის მხარდაჭერით. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ მედიატურს, მოვიარეთ აღმოსავლეთ საქართველოს, ასევე 6 მაისიდან დავიწყეთ დასავლეთ საქართველოს რეგიონები. ადვოკატირების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ პრობლემების გაშუქება. ჩვენ ჩამოვიყვანეთ 20-მდე ჟურნალისტი, რომლებიც ჭიათურის და კონკრეტულად სოფელ რგანის პრობლემასთან დაკავშირებით დაწერენ.
ტურის ორგანიზება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირის უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით მოხდა. სიდა ახორციელებს პროექტს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც 50 რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ეს არის არასამთავრობო ქსელით გაერთიანებს საკმაოდ მძლავრი გაერთიანება, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა რაიონებში. სატკივარს მოისმენენ და ცდილობენ რომ დაეხმარონ ამ თუ რაიონს ამ თუ პრობლემის გადაწყვეტაში. სხვადასხვა ფორმით ლობირება გასცენ ხელისუფლების წინაშე და ასე შემდეგ. მოსახლეობის ინტერესებით. მედიატურის ფარგლებში 20-მდე ჟურნალისტი პირველად ეწვია ჭიათურას. ისინი სოფელ რგანში მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ პრობლემებს. რგანის შემდეგ ჟურნალისტები ჭიათურის კულტურის ცენტრში შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მაღაროელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოისმინეს. ვიმყოფებოდით ჭიათურაში, კერძოდ სოფელ რგანში და გავეცანით იმ პრობლემას, რომელსაც მოსახლეობას უქმნის მანგანუმის მოპოვება. აქ საუბარი არის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას და საკმაოდ სერიოზული არის ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე. ბუფერული ზონა არის ძალიან განადგურებული, არის სასმელი წყლის პრობლემა ამავდროულად და დაინტერესებულად ამ პრობლემებით. იმიტომ ჩვენც გვინდა რომ ჩვენი სიტყვა როგორმე მივაწვდიოთ ხელისუფლებას და მოხდეს ამ ხალხის დახმარება. მოგვიანებით ჟურნალისტებმა კულტურის ცენტრიდან ჭიათურის ადმინისტრაციულ შენობაში გადაინაცვლეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად რაიონში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლებისაგან სათანადო რეაგირებას შეეხებოდა. როგორც ჩანს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი ადგილზე ვერ ახერხებენ კონკრეტული მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტას, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენი მედიატურის ფარგლებში მაქსიმალურად ვეცდებით ადგილობრივი ხელისუფლების პრობლემა მივიტანოთ ცენტრალურ ხელისუფლებამდე და შესაბამისად ერთად ვეძებოთ აი იმ პრობლემის გადაჭრის გზები. როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს უახლოეს მომავალში მიმართავს. შველა ჭირდება მუნიციპალიტეტს. ამას ადგილობრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ძალებით ვერ შეძლებენ. სასიამოვნოა რომ ჩვენი მდგომარეობის უფრო მასშტაბურად და ქვეყნისათვის და ხელისუფლებისთვის დანახვისათვის ამ ხალხით თავის ეს ჟურნალისტებიც თავის წვლილს შეიტანენ. არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ დასავლეთ საქართველოში მედიატური 6 მაისს დაიწყო. ჟურნალისტები ჭიათურის შემდეგ ხულოს ეწვევიან. პირველიდან 8 მაისის ჩათვლით საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში წითელი ჯვრის დღეები აღინიშნება. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა ჭიათურაშიც განხორციელდა. წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფელ შუქრუთში, სკინდორსა და რგანში იმყოფებოდა. ეკა მაჭარაშვილმა წითელი ჯვრის სხვა მოხალისეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოინახულა და მათ საჩუქრად სურსათი და ტკბილეული გადასცა. წითელი ჯვრის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანს ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მშობლებს კი შემოსავლების არ ქონის გამო ამის საშუალება არ აქვთ. ორი მათგანი არც სოციალურ და არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო პენსიას არ იღებს. თქვენი შემოსავალი რითი ირჩევთ თავს? არაფერი დედაჩემი. მე არ მუშაობ. სოციალური დახმარება? თუ გქონდა, მაგრამ მომიხსნეს რაღაც ის. გატარის ნიადაგზე არ ვიცი რაღაც შესწრის არის. არ ვიცი და მაგაზედაც მე. ბავშვი ღებულობს რაიმე? არა, ვერაფერს ვერ ღებულობს, პენსიაც ვერ გაუკეთე. ბავშვის დიაგნოზია ფსიქომოტორული განვითარების ღრმა შეფერხება, არ შეუძლია დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლა, ვერ ლაპარაკობს, აბსოლუტურად ვერაფერ მკურნალობას ვერ უკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა წითელ ჯვარს ყურადღებისთვის და ჩემი შვილის დაფასებისთვის და ჩვენი დაფასებისთვის.
წითელი ჯვრის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების წევრებსაც ესაუბრნენ, რომელთაც სახლში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჰყავთ. ორგანიზაციის ხელმძღვანელს მათ თავიანთი პრობლემები გააცნეს. აქვე აღნიშნეს, რომ მეტლის გაცემის პროცედურის სირთულის გამო მათ მეურვეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ. წითელი ჯვრის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. უფასო წამალი არ აქვს, არაფერი დახმარება არ მიგვიღია დღემდე დღეს, რა ვიცი მოგვიტანეს და დიდი მადლობელი ვარ ამ ხალხის. ჩემთვის ცოტა საკმარისია მაინც. ჩემი შვილისთვის. ხსენებათ 1 და 8 მაისის ჩათვლით ტარდება წითელი დღის დღეები, რომელიც აღინიშნება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჩვენც უერთდებით ამ დღეებს და ეხლა გვაქვს აქცია წითელი ჯვრიდან ვიმყოფებით ოჯახში, სადაც არის უნარშეზღუდული ბავშვი, სოფელ ზედარგანში. ჩვენი ერთადერთი დახმარება არის ამ ოჯახისადმი, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება. მოვინახულოთ ეს ბავშვი, კიდევ ვიყავით ორ სოფელში, სოფელი შუქრუთი და სოფელი სკინტორი. კვლავ გავაგრძელებთ ამ აქციებს. ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის. მადლობა მინდა გამოუცხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც გაწევრიანდნენ წითელ ჯვარში და თავიანთი თითოეული წვლილი შეიტანეს ამ კეთილ საქმეში, მათი თანადგომით დღეს ვეხმარებით ამ ბავშვებს და იმედი მაქვს, რომ კვლავაც დაგვიდგებიან გვერდში. დღეს ჩვენ სოფელში იმყოფება წითელი ჯვრის ჭიათურის წარმომადგენელი, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ეხმარება გაჭირვებული პიროვნებებს და არაერთი აქცია მოხდა პირადად ჩვენ სოფელში, მეორე აქცია არის წითელი ჯვრის ჭიათურის რაიონული ორგანიზაცია მსგავს საქველმოქმედო აქციების გამართვას მომავალშიც გააგრძელებს. ტექნიკის ბაზარზე მრავალფეროვანი არჩევანითა და ინოვაციებით გამორჩეული კომპანია უკვე ჭიათურაშია. ტექნობუმი ქსელს აფართოვებს. დღეიდან კომპანიის ერთ-ერთი ცენტრი ჭიათურის მოსახლეობასაც მოემსახურება. ტექნობუმი ყაზბეგის 2 ნომერში გაიხსნა. კომპანია ტექნობუმი 2014 წელს აღებულ სტრატეგიას მიყვება და ქსელის გაფართოვებას განაგრძობს და ამჯერად უკვე რიგით მე-14 მაღაზიას ხსნის ქალაქ ჭიათურაში, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და ეს მაღაზია გაიხსნა კვლავ სოციალური პროექტის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად უკვე ჭიათურის მოსახლეობასაც შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ შემოთავაზებით, რასაც კომპანია ტექნობუმი რაც გამოაქვს კომპანია ტექნობუმის ბაზარზე. დღეს ქალაქ ჭიათურაში გაიხსნა ტექნობუმის მაღაზია. დღესდღეობით ტექნობუმი ჭიათურის მოსახლეობას საშუალებას აძლევს შეიძინოს უკეთესად დაბალ ფასებში და მოქნილი საბანკო სისტემებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ისარგებლოს უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანია ტექნობუმი მომხმარებელს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიაში შეიძლება შეიძინოთ ყველა სახის საოჯახო ტექნიკა, ისარგებლოთ ყველაზე დაბალი ფასებით და 0%-იანი 24-თვიანი უპროცენტო განვადებით, წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე. ამ ყველაფერთან ერთად ჭიათურლებს უკვე შეუძლიათ ჩაერთონ ტექნობუმის გრანდიოზულ გათამაშებაში. სხვადასხვა ტექნიკასთან ერთად თამაშდება 10 ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes-Benz და 9 მილიონი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში მათ შეუძლიათ შეიძინოთ პლანშეტური კომპიუტერი, თვეში 8 ლარად, სმარტფონი თვეში 8 ლარად, გაზგურა თვეში 12 ლარად, მაცივარი თვეში 20 ლარად. ჩამოთვლა შორს აგვიყვას, თქვენ თვითონაც ხედავთ აქ წარმოდგენილ ასორტიმენტს და გარდა ამისა ეს ყველაფერი არ არის. ამ პროექტში ჩართვასთან ერთად ისინი ავტომატურად ერთობიან ჩვენს გრანდიოზულ გათამაშებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შენაძენზე იღებენ ერთ ბილეთს და შემდეგ უკვე ადგილზე მომენტალურად ხდებიან პრიზის მფლობელები ან იგებენ შანსს, რომლის წყალობითაც უკვე პირდაპირ ეთერში ისინი შესაძლოა გახდნენ საკმაოდ შთამბეჭდავი პრიზების მფლობელები, კერძოდ კი ოროთახიანი ბინა თბილისში, Mercedes-Benz და სხვა უამრავი პრიზი. კომპანია ტექნობუმი 4 წელია რაც ქართულ ბაზარზეა. როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, 4 წლის თავზე გაყიდვების მიხედვით კომპანია უკვე ტექნიკის ბაზრის ლიდერია. 2014 წლის ბოლოს გეგმავდით ბაზარზე ლიდერობას, მაგრამ სწორად გათვლილი სტრატეგიის და საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერის და სიყვარულის შედეგად ჩვენმა კომპანიამ, ასევე ამ გათამაშების შედეგად ჩვენმა კომპანიამ მაისის თვეში მიაღწია 232%-ით ნაბაჭის ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ არა 2014 წლის ბოლოს, არამედ
უკვე მაისის ბოლოს კომპანია ტექნობუმი ბაზარზე ლიდერი ხდება, ისე რომ ველოდებით ჭიათურის მოსახლეობას ჩვენს მაღაზიაში, ჩვენ მათ არაერთ სიურპრიზს ვპირდებით. ტექნობუმის ჭიათურის ცენტრში დღეს გახსნისთანავე ხალხის სიმრავლე იყო. იყვნენ ისეთების, რომლებმაც საჭირო ტექნიკა პირველსავე ნახვისას შეიძინეს. აპირებ შეძლოთ ნოუთბუქი მინდა რომ შევიძინო. და ძალიან კმაყოფილი ვარ, რა ვიცი. კარგი ფასებიც არის და რა ვიცი. კმაყოფილი ვარ მე. დიახ, გამეხარდა ძალიან რომ გაიხსნა ეს. რა ვიცი, ყველაფერი მოგვეწონა, ვათვალიერებ, ძალიან კარგია. ფასები რამდენად მისაღებია? ფასებიც არის თვეში 20%. კი, ფასებიც არის, მისაღები ფასები არის. აპირებთ რომ რამე შეიძლება? დაპირებთ. ამ დროისათვის ტექნობუმის ცენტრები ჭიათურის გარდა თბილისში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და ფოთში მოქმედებს. რაც შეეხება ჭიათურის ცენტრს, ის მოხმარებელს ყოველ დღე დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე მოემსახურება. სკოლა ლიცეუმმა ტრადიციულად მაგიდის ჩოგბურთში ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა. მასში წელს პირველად მონაწილეობას ქუთაისის ნაკრები გუნდიც იღებდა. ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში სკოლა ლიცეუმის ყოფილი მოსწავლის გიორგი ხუბულურის ხსოვნას მიეძღვნა. გიორგი ხუბულური სწავლობდა ამ სკოლაში, სკოლა ლიცეუმში, ვარჯიშობდა მაგიდის ჩოგბურთში, ჰქონდა გარკვეული წარმატებები მაგიდის ჩოგბურთშიაც და ისი გარდაცვალების შემდეგ დავაწესეთ ეს ტურნირი ყოველ წელიწადს უკვე მე-13 ვატარებთ ამ ტურნირს. გიორგი ხუბულური 3 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. 6 მაისს მას 16 წელი შეუსრულდებოდა. გიორგის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. იმედი მაქვს რომ ეს ტურნირი უფრო ფართო სახეს მიიღებს და ჩემი ფართო სახეს მიიღებს და უკვე სხვა რეგიონებიდან შემოგვიმატებიან ხალხი და უფრო დიდი და უფრო ჟრიამული შევხვდებით ჩემი ძმის დაბადების დღეს ამ თავის ტურნირით. მე ყოველთვის ვესწრები ამ ტურნირს, გულშემატკირო ხალხებს, ჩვენთან არიან როგორც ადგილობრივი სკოლა და ასევე ჩამოისულები ქუთაისიდანაც და ტარდება და ძალიან მიხარია რომ ჩვენ არასოდეს არ დავკარგავთ გიორგის და ჩვენ გულებში ყოველთვის იქნება მის სახელი. სპორტსმენები მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ. ტურნირი 2 ასაკობრივ ჯგუფში, კადეტებსა და იუნიორებში ჩატარდა. პირველი და მეორე ადგილი ორივე ასაკობრივ ჯგუფში სტუმრებმა, ქუთაისის ნაკრები გუნდის წევრებმა დაიკავეს. მესამე ადგილი კი მასპინძლებმა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ჭიათურის 27 სპორტული სკოლის დირექტორმა ბადრი ვაშაძემ წმინდა გიორგის ხატი, სიგელები, მედლები და თასი გადასცა. ფინალში შემხვდა ჭიათურის წარმომადგენელი, მოუგე 3-2, რთული იყო ბრძოლა, დიდხანს გაგრძელდა თამაში და რავი ვამაყობ ჩემი გამარჯვებით და თასით დამაჯილდოებდეს და მედლით. აგრეთვე განუცეს ხატები. ფინალში შევხვდი ჩემიანს ნიკა არაბიძეს, რომელიც მეორეზე გავიდა. ძალიან მოეწონა ეს ტურნირი და იმედი მაქვს კიდევ ჩატარდება და კიდევ გავიმარჯვებ. დაძაბული იყო ჩემს პირადად ეს ტურნირი, ბოლოში წავაგე, მაგრამ არა უშავს თავად მოგვალწაგება არ არის. ეს ტურნირი მიმდინარეობს ყოველ წელიწადს, რადგან პატივს ვაგებთ ჩვენი მეგობრის, ჩვენ თანაგუნდელის გარდაიცვალა, მე-7 კლასელი იყო და ამიტომ ყოველწლიურად ვატარებთ ამ ტურნირს და გამოდიან და წელს მოწვეული ყავდა ქუთაისი და მათმა გაიმარჯვეს ღირსეულა. ხატები და სიგელები მიიღო ყველა სპორტსმენმა გიორგი ხუბულურის ხსოვნისადმი მიძღვნილ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მონაწილეობისათვის. ტურნირი ტრადიციულად მომავალ წელსაც გაიმართება. თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში მოსწავლეთა შორის ტურნირი ჩატარდა. საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრი ორ სახეობაში 63 მეტრ ბენში 2 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. ტურნირი ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანი საუკეთესო მოსწავლის სპორტსმენის გამოვლენაა, რომელიც მძლეოსანთა წრეში ჩაირიცხება და სხვადასხვა ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრზე მონაწილეობდნენ 2000-2001 წლებში დაბადებულები და 2002 და უმცროს ასაკში დაბადებულები მოსწავლეები. ეს ასაკია საფესტივალო ასაკი, 2015 წლის თბილისის ფესტივალისთვის მზადების პროგრამით მიმდინარეობს. მიზანი ის იყო ამ შეჯიბრის, რომ გამოგვევლინა საჯარო სკოლებში მძლეოსნები, საუკეთესო მოსწავლეები მძლეოსნობაში, რათა შემდეგ შეჯიბრზე საქართველოს პირველობაზე მიიღოს მასიურმა მოსწავლეებმა.
შეჯიბრში 150-მდე მოსწავლე მონაწილეობას იღებდა. მათგან საპრიზო ადგილი 18-მა ახალგაზრდამ დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები 27-ე სპორტული სკოლის დირექტორმა ბადრი ვაშაძემ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ჩანჩანაც ვიყავი ამ შეჯიბრებაზე მე გამოსული და ავიღე 60 მეტრიანში მეორე ადგილი, 300 მეტრიანში პირველი ადგილი. წელს გავაუმჯობესე შედარებით შედეგი და ორივე 60 მეტრი გარბენში და 300 მეტრი გარბენში ავიღე ორივეში პირველი ადგილი. ძალიან გახარებული ვარ და რა მე უბრალოდ არც მორბენალი ვარ, უბრალოდ გავმიყვანა მასწავლებელმა, რა გახარებული ვარ ძალიან. მე ავიღე 300 მეტრზე მესამე ადგილი და 300 მეტრზე ფინალში მეორე ადგილი. ძალიან მიხარია. რთული იყო, მაგრამ ეხლა მაინც შევძელი და გავედი მესამე ადგილზე. რავი, ძალიან გახარებული ვარ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველობა მძლეოსნობაში მოსწავლეთა შორის ტრადიციულად მომავალ წელსაც გაიმართება. გაზაფხულის შემოსულა ლენ. ასე ერქვა ფესტივალს, რომელიც ქალაქ ბორჯომში ფესტივალ მზიანი საქართველოს ეგიდით გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ანსამბლებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ჭიათურის საბავშვო მუსიკალური სტუდია ანცი მელომანები იღებდნენ. პროგრამის მიხედვით ანც მელომანებს დღის პირველ ნახევარში ექსკურსია ქალაქ ახალციხეში ჰქონდათ, სადაც ბავშვებმა ისტორიული რაბათის განახლებული ციხე დაათვალიერეს. სხვადასხვა ისტორიული ადგილები მოინახულეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს გაეცნენ. პირველად ვარ რაბათის ციხეში, დავათვალიერე ყველაფერი და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რაბათის ციხის შესახებ დღემდე წიგნებიდან ვიცოდი, ხოლო დღეს სინამდვილეში ვნახე ეს ყველაფერი. რაბათის ციხის დათვალიერების შემდეგ ანცმა მელომანებმა ფესტივალის სხვა მონაწილეებთან ერთად ბორჯომში გადაინაცვლეს, სადაც მაყურებელს თავიანთი რეპერტუარი გააცნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა საკუთარი რეპერტუარიდან მრავალფეროვანი ნომრები ბორჯომის კულტურის სახლის სცენაზე წარადგინეს. ჭიათურის საბავშვო სტუდიამ ანცი მელომანები ფესტივალზე 8 საკონცერტო ნომერი წარადგინა. ძალიან მეხარია, რომ ამ ფესტივალში მივიღა მონაწილეობა. მე დღეს შევასრულე სიმღერა პეპი. ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მე მგონი ძალიან კარგი გამომივიდა. მე ვიცეკვე პეპი საქანელა და ძალიან მომეწონა, რომ ეს ვიცეკვე. ფესტივალის მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე პატარა სწორედ ანცი მელომანების წევრები იყვნენ. მათ წამყვანის კომპლიმენტები, მაყურებლის მხუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურეს. გათროვი მღერე, მიტომ მომცეს დიპლომი, დიდი მადლობა ყველას. ვიყავ ბორჯომში მღერე და დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებულ დინა მასწავლებელს. კონცერტის დასასრულს ფესტივალის მონაწილეებს სამახსოვრო სუვენირები და დიპლომები გადაეცათ. მზიანი საქართველო, ასეთი გაზაფხულის შემოსულანენ, ეს არის ფესტივალი, საზეიმო დახურვა ეს ამ ფესტივალის, მივიღეთ სიღნაღში მონაწილეობა, ძალიან დიდი წარმატებით გამოვიდა ანსამბლი. ეს არის პირველი ფესტივალი, სადაც სტუდია ანცი მელომანების ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის პროგრამა იყო საკმაოდ მრავალფეროვანი. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო მეტად ორიგინალური შოუ, რომელიც დილიდან და ღამებამდე გაგრძელდა.
რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალის ორგანიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანა და ვინც ამ ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა. დაჯილდოების შემდეგ ფესტივალის მონაწილეებმა ღიაცის ქვეშ ბორჯომის ერთ-ერთ პარკში გადაინაცვლეს. ეგრეთ წოდებული მეგობრობის კოცონი დაანთეს და ცეცხლის გარშემო საერთო მხიარულება გაგრძელდა. ორგანიზატორთა განმარტებით, მეგობრობის კოცონი სიმბოლურად ფესტივალში მონაწილეთა ურთიერთდამეგობრების მიზნით აინთო. საერთო მხიარულებაში ანცი მელომანები თავიანთ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ჩაერთნენ. ბორჯომის ფესტივალზე ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ვფიქრობ, რომ ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ზიანის საქართველოს ეგვიდით წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არაერთი ფესტივალი იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია თეა დავითაია. მისი მხარდამჭერია შემოქმედებითი ასოციაცია რევერანს და მისი ხელმძღვანელი ბესოლომსაძე. ჩვენ ფესტივალს ვატარებთ თითქმის ყოველ თვე. თითქმის კი არა, ყველა თვე ვატარებთ. მაისში დაგვეგვილი გვაქვს ზღაპრების ფესტივალი, აგრეთვე სიღნაღში ვანოობა გვაქვს ჩასატარებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი და ივლისში გვაქვს საზაფხულო ბანაკი, რომელიც 1-დან 20 რიცხვამდე ჩატარდება. უკვე ქობულეთში. ბორჯომის ფესტივალი გაზაფხულის შემოსულა ლენტ, გვიან ღამით, ფეიერვერკით დასრულდა.